ჩვენი პლანეტა უამრავი ფენომენის მატარებელია, რომლებიც დღემდე იდუმალი და საინტერესოა ადამიანისთვის, ასევე ამოუხსნელი და რჩებიან სადღაც ჭრდილში. თუმცა უმეტესი მათგანი ადამიანის გონებისთვის სრულიად მისაწვდომია და ამოხსნადი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს დაინტერესებულ პირებს მათ გავეცნოთ. მაშასადამე კაცობრიობის ისტორია სამსია პარანორმალური მოვლენებით და უცნაურობებით. გემი მოჩვენება Carol A. Deeringi. გემის სახელწოდებით Carol A. Deeringi იყო ამერიკული სატვირთო შანერი, რომელიც დღეს აჩრდილად მოიხსენიება. 1921 წელს ის წყალში გაჩერებული იპოვეს, თუმცა პერსონალის კვალს ვერ მიაგნეს. მათი პირადი ნივთები გამქრალი, სანავიგაციო მოწყობილობები და საჭე დაზიანებული იყო. საოცარი ის არის, რომ საკვები პროდუქტები სადილის მოსამზადებლად იყო გამზადებული. კაპიტნის სალონში სხვადასხვა ზომის 3 წყვილი ფეხსაცმელი იპოვეს. სანიშნე რუკაზე კი არ იყო კაპიტნის ხელწერა. 1922 წლის ბოლოს გამოძიება შეწყდა, რადგან დამამტკიცებელი დასკვნები ვერ მოიპოვეს. წვიმის კაცი. ყველაზე იდუმალი ამბავი დონ დეკერს შეემთხვა. 1983 წელს სტრასბურგში დონის ბაბუა გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ ღამით სანამ დონი დაიძინებდა, სასოწარკვეთაში ჩავარდა. რადგან ოთახის ჭერიდან და კედლებიდან, რომლის მიღმა არანაირი წყლის მილი და წყარო არ არსებობდა, წყალმა ჟონვა დაიწყო. ამ ფენომენს ახსნა ვერ მოუძებნა და პოლიცია გამოიძახა, რომლებაც დასტრესილი დონის სახლს გაარიდეს და უახლოეს პიცერიაში მიიყვანეს. იგივე მოხდა იქაც. პიცერიის ჭერსა და კედლებიდან წყალმა ჟონვა დაიწყო და მანამ არ შეწყდა, სანამ დონმა არ დაატოვა შენობა. ეს პარანორმალური ინციდენტი 1993 წლის 10 თებერვალს Unsolved Mysteries-ზე იყო ნაჩვენები. ქვის უზარმაზარი ბურთულები კოსტა-რიკაში. მრგვალი ფორმების უზარმაზარი მისტიური ქვები გვაინტრიგებს არა მარტო აღმოჩენით, არამედ უცნობი წარმოშობითა და თავისი დანიშნულებით. ისინი პირველად მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს, როდესაც მუშები ჯუნგლებში განწმედით სამუშაოებს ასრულებდნენ ბანანის პლანტაციების დასარგავად. ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ქვების შუა გულში ოქრო უნდა ყოფილიყო დამალული, თუმცა ბურთები ცარიელია. ლეგენდარული ლაინერის ტიტანიკის ჩაძირვამდე 14 წლით ადრე მწერალმა მორგან რობერტსონმა ეს ამბავი გამოიგონა. საინტერესო კი ის არის, რომ 14 წლის შემდეგ მართლა შეიქმნა ლაინერი ტიტანიკი და იგივე მარშრუტით, სიჩქარეთა და მიზეზით აისბერგთან შეჯახებით მართლა ჩაიძირა, როგორც ეს წიგნში იყო. ხოდა საბოლოოდ ეს უბრალოდ წიგნი მხატვრული ნაწარმოები იყო თუ წინასწარმეტყველება.